გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი, თქვენ კი ხართ გამას ჩენელზე. ეს არის გამა ნიუსი, ჩვენ ვიწყებთ. მეგობრებო, პირველი სასიხარულო ამბავი, რომლითაც მინდა დავიწყო ჩვენი ნიუსი, არის ის, რომ შემდეგი შეჯიბრი, ანუ გრეპლინგის შეჯიბრი, რომელიც ჩატარდება 9 ნოემბერს, ასევე გავა სრულიად უფასოდ, სრულიად ყველანაირი რეგისტრაციის გარეშე GAMA-FC.TV-ზე ონლაინში. ამიტომ იხელთეთ მომენტი, გადადით GAMA-FC.TV-ზე და დატკბით ჩვენთან ერთად ონლაინ რეჟიმში უმაგრესი ჭიდაობის ივენთით, სადაც ლეგიონი ტატამს გაიზიარებს ჩვენს Fight Pit-ს გაიზიარებს კოზა ნოსტრასთან. უშუალოდ გუნდებს რაც ეხებათ, ჩემი პირადი შეფასებით, მე ვფიქრობ, რომ ეს ორი გუნდი არის უძლიერესი და მით უფრო საინტერესოა, რომ პირველ ეტაპზე ერთმანეთს ხვდებიან. ეს არ ნიშნავს, რომ წაგებული გუნდი გავარდება, მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ყველა გუნდი ყველასთან იჭიდავებს. ჩვენ უკვე ვნახეთ 4 გუნდის ასპარეზობა, ლეგიონი და კოზა ნოსტრას ასპარეზობა წინ გველის და დეკემბერში კიდე ორი გუნდი შეხვდება ერთმანეთს. რის შედეგადაც დავინახავთ თუ პირველ ეტაპზე ვინ არიან მოგებულები, ვინ არიან წაგებულები. ვისაც გინდათ უშუალოდ გამა Fight Hall-ში ამ უმაგრესი ჭიდაობების ყურება და მერწმუნეთ იქნება ნახდად უმაგრესი, თუ პირველი ორი ივენთი დაგევასათ, ეს კიდე უფრო მაგრა დაგევასებათ. 7 საათზე გაიღება კარი გამა Fight Hall-ში, ქსანის 2 ნომერში. ბილეთები შეიძინეთ წინასწარ, ფასები არის ძალიან შეღავათიანი. შეღავათიანი კი არა, სასაცილო ფასებია, ამიტომ გადადით GAMA-FC.TV-ზე და შეიძინეთ ბილეთები. და ვისაც გუნდების პრომოკოდის გამოყენება შეგიძლიათ, მოდი აქვე დაგასპოილერებთ, კოზა ნოსტრა ან ლეგიონი, იგივენაირი პრომოკოდებია, როგორც გუნდები, შეგიძლიათ 10%-იანი ფასდაკლება იმ სასაცილო ფასთან ერთად მიიღოთ. ამიტომ ჩათვალეთ, გაჩუქეთ ბილეთები და მოდით შევხვდეთ ახლა შაბათს 7 საათზე ქსანის 2 ნომერში გამას Fight Hall-ში და ვნახოთ უმაგრესი ჭიდაობები გამას საბრძოლო ორმოში, ქართულად რო ვთქვათ, ხო? Fight Pit-ი საბრძოლო ორმოა. რაც შეეხება მუშტიკრივს, მეგობრებო, ნოემბერის მუშტიკრივის ივენთი უკვე საიტზე დევს. ამიტომ გადადით, ნახეთ თუ რა სასტიკი ბრძოლები გველის. აღსანიშნავი ის არის, რომ დავიწყებ საჩემპიონო ბრძოლით. ჩვენი გლადიატორი, მამბერი, ლუკა იობაშვილი ამჯერად ქამარს დაიცავს ირაკლი ჯეირანაშვილის წინააღმდეგ. სამწუხაროდ ჯეირანაშვილი შეიძლება ბევრმა გამას მაყურებელმა არ იცის, ვინაიდან მან მხოლოდ ერთი ბრძოლის ჩატარება მოასწრო. თუმცა საბრძოლო სამყაროში, როგორც კიკბოქსინგისა, ასევე კრივის, ფრიად ცნობილი მებრძოლია და ნახდათ არაა ხელწამოსაკრავი. შეიძლება 5-ვე რაუნდი გაგრძელდეს, შეიძლება პირველივე რაუნდში დამთავრდეს, ინტრიგით ახსავსე ბრძოლა იქნება, გაცვლებით მარტო გაცვლებში იქნებიან, ჩემი აზრით, ეს ბიჭები, იმიტომ რომ ორივე უკან არიხევს და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო, ძალიან სისხლიანი საჩემპიონო ბრძოლა გველოდება, რომლისთვისაც ნახდათ არის დრო გამოსაყოფი ნოემბერში და ქსანის 2 ნომერში მოსასვლელი. ამ ბრძოლის გარდა მინდა ყურადღება მივიპყრო ასევე ბევრი სხვა საინტერესო მებრძოლისადმი თუ ბრძოლებისადმი, რომელიც ამ ივენთზე გელით. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ გურამ ვენუმსულაბერიძე დაგვიბრუნდება და რინგს გაიზიარებს შავიძესთან, სადაც მე ვფიქრობ, რომ გურამი აშკარა ფავორიტია, თუმცა შეიძლება შავიძემ გაგვაკვირვოს, კაი შანსია ამისთვის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ჩანიშნული გქონდა ბრძოლა გიგი ბერიძესა და ბესო ფარჯიანის შორის. ბრძოლა იმისთვის, რომ გამარჯვებულს დაებრუნებინა შანსი საჩემპიონო ბრძოლისთვის და ჩართულიყო ისე საპრეტენდენტო რბოლაში. თუმცა სამწუხაროდ ბესო ფარჯიანმა მიიღო საკმაოდ სერიოზული ტრავმა და ეს შანსი შევთავაზეთ
აშურხან ბას წინაშე ჯიბრზე გამოავლინეთ საკმაოდ სერიოზული თურქი მებრძოლი, რომელიც ვახოციკლაურმა მიიღო გამას რინგზე და მიუხედავად საკმაოდ სასტიკი და სისხლიანი ბრძოლისა, მესამე რაუნდში აშურხან ბასმა ტექნიკური ნოკაუტით გამოგლიჯა მოგება ვახოციკლაუს, რითიც სერიოზული განაცხადი გააკეთა ჩვენს ლიგაში და ვინაიდან ბესო ფარჯიანი ჩაეხსნა საპრეტენდენტო ბრძოლას, აშურხან ბას ვანდეთ ეს ბრძოლა და ვნახოთ თუ როგორ გამოიჩენს თავს კიდევ უფრო სერიოზულ და სასტიკ მეტოქესთან, როგორიც არის გიგი ბერიძე. ჩემთვის საკმაოდ საინტერესო ბრძოლა იქნება და კიდევ უფრო მეტ ინტერესს მატებს ის ფაქტი, რომ აშურხან ბასი არის მებრძოლი თურქეთიდან, გიგი ბერიძე კი არის ჩვენი თანამემამულე მებრძოლი ბათუმიდან. შემდეგი ბრძოლა, რომელიც მინდა რომ თქვენი ყურადღების ქვეშ იყოს, არის ირაკლი მახარობლიძისა და აჰმედ კან-ჰოჟგორის შორის. 84 კილოგრამის პრეტენდენტის სტატუსის დასაბრუნებლად იბრძვიან ეს ბიჭები და ამ ბრძოლაში მოგებული დაიმსახურებს შანსს, რომ მიიღოს საჩემპიონო ბრძოლა. მეგობრებო, ეს ბრძოლები ისევე როგორც სხვა ბევრი ბრძოლა, რომელიც არ დამისახელებია, თუმცა ისინიც ნახდათ იმსახურებენ თქვენ ყურადღებას, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე www.gamafc.g და წინასწარ შეიძინოთ ბილეთები. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ შეღავათიან ფასად, რაც უფრო წინასწარ შეიძენთ და მით უმეტეს მებრძოლების პრომოკოდები თუ გაქვთ, რომლებსაც მხოლოდ მებრძოლებისგან გაიგებთ, შეგიძლიათ 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ და მებრძოლებსაც დამატებითი შემოსავლის შოვნის საშუალება მიცეთ. იმ ჩვენს გულშემატკივრების ნაწილს, რომელსაც შერეული ორთაბრძოლები გიყვართ, ეს ნიუსი თქვენთვისაა, მეგობრებო. ბევრნი ხართ უკვე როგორც ხედავ. ცალკე მადლობას გადაგიხდით მხარდაჭერისთვის. ძალიან მიხარია, რომ შერეული ორთაბრძოლები ასე მოგეწონათ ჩვენ შესრულებაში. ჩვენ კი თავს დავდებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მეტად მაღალი ხარისხის ბრძოლები შემოგთავაზოთ. ხოლო რაც ეხება ნიუსს, 22 ნოემბერს გველის შემდეგი MMA-ის ივენთი და ცალკე საყურადღებო ბრძოლები გელით მანდ. უპირველეს ყოვლისა დავიწყებ მთავარი ქარდით. ზურა ფირცხელიანი აგვირგვინებს ჩვენს ქარდს და ხვდება მეტოქეს ირანიდან. მოგეხსენებათ, რომ სერიოზული მარცხი განიცა და სერიოზული აფსეთი იყო წინა ივენთზე ფირცხელიანის ბრძოლა, მიუხედავად კარგად დაწყებული ბრძოლისა, მისმა მეტოქემ იუსიფ ქასიმოვმა გადატეხა ეს ბრძოლა და ასე ვთქვათ, სერიოზული ძალისხმევის ხარჯზე გამოგლიჯა ზურას მოგება. ამჯერად ზურა უბრუნდება თავის წონით კატეგორიას, რომელიცაა 77 კილოგრამი და ხვდება მებრძოლს, როგორც გითხარით, ირანიდან. ესეც საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება ზურასთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მით უფრო სანახაობრივი ბრძოლა იქნება, ვინაიდან რაც უფრო თანაბარი ბრძოლაა, თავისთავად მით უფრო სანახაობრივია. ასევე ზურას მეტოქეზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, იუსიფ ქასიმოვზე. იუსიფი უბრუნდება თავის წონით კატეგორიას, 66 კილოში ჩაატარებს ბრძოლას და იგივე ქარდზე, როგორც ზურა ფირცხელიანი, იჩხუბებს იუსიფ ქასიმოვი. იუსიფი ხდება ამჯერად, როგორც გითხარით, 66 კილოს მებრძოლს და პეიმან ჰაციევს ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად პეიმანი არის ასევე აზერბაიჯანელი, როგორც იუსიფი, პეიმანი წარმოადგენს საქართველოს, ამიტომ ამ ბრძოლას იგივენაირად როგორც ზურის და იუსიფის ბრძოლას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსი, ამ ბრძოლასაც საერთაშორისო სტატუსი აქვს. შევხედოთ იუსიფს თუ როგორ გაართმევს თავს ბრძოლას 66 კილოში, როგორც თვითონ გვპირდება, უფრო მეტად დაჯერებულად გრძნობს თავს, მეტად ძლიერად გრძნობს თავს და, რავი, ჩემი აზრით იუსიფი არ არის
არავისთვის ადვილი მეტოქე და პეიმანისთვისაც არ იქნება ადვილი მეტოქე. შევხედოთ, ჩემთვის საკმაოდ ინტრიგის შემცველი ბრძოლაა. ჩემი აზრით იუსიფი ფავორიტია, მით უმეტეს მის წინაბრძოლას თუ გავიხსენებთ გამას ოქტაგონზე, თუმცა პეიმანიც დამიჯერეთ არაა ხელწამოსაკრავი მებრძოლი, რითიც ეს ბრძოლაც დიდ ყურადღებას იპყრობს. მოგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ბილეთების შეძენა უკვე წინასწარ შეღავათიან ფასად ჩვენს ვებგვერდზე GAMA-FC.G და ამ მებრძოლების გარდა მინდა გითხრათ, რომ ცალკე ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ რამოდენიმე მუშტიკრივის მებრძოლი ამ ქარდზე უკვე გამოჩნდება MMA-ის დარგშიც. უპირველეს ყოვლისა მაგ საუბარი ესეთ მებრძოლებზე, როგორიცაა თემო Bone Crusher ცინდელიანი, ჩვენ გვახსოვს მისი ბრძოლები მუშტიკრივში, მისი ყბის მომტეხვი დარტყმები და ძალა MMA-ში კიდევ უფრო თავდაჯერებულია ეს მებრძოლი, რითიც მე პირადად ძალიან ინტრიგით ვარ ახსავსე, რომ მისი ბრძოლა ვნახო ოქტაგონზე და ცინდელიანთან ერთად თუ გახსოვთ ბაჩუკი ჭანტურია ზედმეტ სახელად ბოროტი, რომელმაც ასევე არაერთი ბრძოლა ჩაატარა გამას რინგზე. უპირველეს ყოვლისა გვახსოვს მისი ბრძოლები გრან-პრის ფარგლებში. ბაჩუკი ჭანტურიაც დაუბრუნდა გამას, თუმცა ამჯერად გამას რინგსარა და გამას ოქტაგონს უბრუნდება. ბაჩუკი ჭანტური არის პროფ MMA მებრძოლი, შეგახსენებთ. მას აქვს უკვე პროფ რეკორდი, ორი ბრძოლა აქვს წარმატებულად ჩატარებული პროფესიონალურ შერეულ ორთაბრძოლებში და მესამე ბრძოლას ჩაატარებს გამას ოქტაგონზე. ამ ბრძოლასაც ექნება საერთაშორისო სტატუსი, სრული fight card-ი არის წარდგენილი უკვე ჩვენ საიტზე, გადადით, ნახეთ და რა თქმა უნდა შეიძინეთ წინასწარ ბილეთები ძალიან შეღავათიან ფასად და საუკეთესო ადგილების არჩევის საშუალებაც გექნებათ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მაქსიმალურად გავაუმჯობესეთ ჩვენი დარბაზი, რომ მაყურებლისთვის იყოს კიდევ უფრო კომფორტული ჩვენი ბრძოლების ყურება და არის შესაძლებელი ადგილის შერჩევა, ამიტომ შეიძინეთ ბილეთები წინასწარ. ცალკე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ჩვენი დეკემბრის მუშტიკრივის ქარდი, მეგობრებო. ასე წინასწარ იშვიათად ვაანონსებ ხოლმე, მაგრამ მინდა რომ მაქსიმალურად მოემზადოთ იმ სისასტიკისთვის და იმ სანახაობრიობისთვის, რაც გელით, ვინაიდან დეკემბერში ნაირ მელიქიანი შიშველ მუშტებზე შეხვდება სატიტულო ბრძოლაში სამანდარ ენიბაევს. ანუ გველის 5 რაუნდიანი საერთაშორისო ბრძოლა შიშველ მუშტებზე და მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას ყველა შანსი აქვს, რომ ყველა რეკორდი მოხსნას არა მარტო გამაში, არამედ რავი, სოფლიო მასშტაბებზე. ამიტომ შევიძინოთ ბილეთები წინასწარ, სერიოზული სისხლის ღვრაგველის, სისხლის აბანოგველის დეკემბრის ქარდზე. და დეკემბრის ქარდი, დეკემბრის მუშტიკრივის ქარდი არა მარტო ამ ბრძოლით არის მდიდარი. ჩვენ გველის ქარდს გახსნის პირველი გოგოების ბრძოლა. Contender ლიგაში ჩაგვიტარებია ბრძოლა, თუმცა ძირითად ლიგაში ჯერ გოგონების ბრძოლა არ ყოფილა და ეს არის ორი პროფესიონალი ქალი მებრძოლის ჩხუბი. უბრალოდ ხაიპური ბრძოლა არა, უბრალოდ ასე ვთქვათ, სპორტით გატაცებული ახალგაზრდების ბრძოლა არა, ეს იქნება სერიოზული ქალბატონი მებრძოლი ქალბატონების დაპირისპირება. ასევე საერთაშორისო. წინასწარ არ დავასპოილერებ, გადადით ჩვენს ვებგვერდზე
ნახეთ ბრძოლები და შეიძინეთ წინასწარ ბილეთები. Co-main event-ში საერთაშორისო ბრძოლა, როგორც მოგეხსენებათ, დავლატბეკ მარაიმოვმა დაიმსახურა შანსი, რომ გავიდეს საჩემპიონო რბოლაზე. და ნიკა კრეიზი ბოქელავაძე მზად არის, რომ დაუხშოს ეს შანსები, ამიტომ Co-main event-ში შიშველ მუშტებზე ნიკა შეხვდება დავლატბეკ მარაიმოვს და ამ ბრძოლას ექნება წინა საჩემპიონო ბრძოლის სტატუსი. ამ ბრძოლაში გამარჯვებული დაიმსახურებს შანსს, რომ 5 რაუნდიან დაპირისპირებაში შეხვდეს სლავას და შეეცადოს ტიტულის წართმევას. ამიტომ კრეიზი და დავლატბეკის ბრძოლაც ცალკე საყურადღებოა. ორივე მებრძოლი გამოირჩევა ძალიან აგრესიული, ძალიან შემტევი ბრძოლით და აქ უბრალოდ ვისი დარტყმა უფრო ძლიერი იქნება და ვისი ყბა უფრო გამძლე მაგაზე იქნება გათვლა. თუმცა ჩვენთვის მაყურებლისთვის კიდევ უფრო სანახაობრივი, კიდევ უფრო სასტიკი და კიდევ უფრო ინტრიგა მომცველი ბრძოლა იქნება. და კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ნახდათ ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს, ასევე დეკემბრის ქარდზე გვიბრუნდება დარა იმპერატორ ამარიანი და იმპერატორი შიშველ მუშტებზე ჩაატარებს ბრძოლას ვის წინააღმდეგ? ეგრევე სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ გიგა ბეტონი თაბუკაშვილი მიიღებს დარას დიდი პაუზის შემდგომ და როგორც მოგეხსენებათ, გიგა მხოლოდ შიშველ მუშტებზე ჩხუბობს, ამიტომ სიამოვნებით გაუმასპილდება დარას გამას რინგზე და მიიღებს მას შიშველ მუშტებზე 13 დეკემბერს. ეს არის ბრძოლები, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე საყურადღებოა, თუმცა სხვა ბრძოლების არანაკლები სისასტიკით იქნება გამორჩეული, არანაკლები სანახაობრიობით. ის ბიჭებიც კი, რომლებიც პირველად წარგებიან თქვენს წინაშე, სპეციალურად დავაკონსერვეთ და ვინახავდით, რომ წლის ბოლოს გამოგვეშვა ეს ურჩხულები, ეს მონსტრები, რომ თქვენი გულები მოეგოთ, ამიტომ დეკემბრის ქარდი იქნება შესანიშნავი დაგვირგვინება 2025 წლისა მუშტიკრივის დარგში. მეგობრებო, ცალკე მინდა გამოვეხმაურო ჩვენ სარეიტინგო სისტემას, ჩვენს ლოგიკას იმის შესახებ თუ როგორ იცვლიან მებრძოლები რეიტინგებში ადგილს და რა ლოგიკით ხდება ეს. უპირველეს ყოვლისა, ცოტა შორიდან დავიწყებ ამ სიტუაციის ახსნას. ჩემთვის და სამწუხაროდ ნოემბრის ქარდში ვერ შედგება ბრძოლა ბულდოზერისა და აირონის შორის. აირონ ლაშა როინიშვილი ისევ ეხსნება ბრძოლას კიდევ ტრავმის გამო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, რომ სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებული საბრძოლო დარგით, საბრძოლო სპორტით, იტრავმებიან, მით უმეტეს აქტიური სპორტსმენები, რომელიც ატარებენ შეჯიბრებებს ხშირად, თუმცა ამავდროულად ჩვენ ვერანაირად ვერ მივესალმებით იმ საქციელს, რომელიც არაერთხელ მეორდება ლაშა როინიშვილის მიერ და უკვე თვლაში ავირიე მეოთხეჯერ თუ მეხუთეჯერ ამ წლის განმავლობაში ლაშა ეხსნება თუ ვერ ატარებს ბრძოლას ტრავმის გამო. სულ მინიმუმ ამ წელს მესამეჯერ ჩაეხსნა ბრძოლას, ოფიციალურად ჩანიშნულ ბრძოლას ტრავმის გამო და რა თქმა უნდა ასეთი მიდგომა მე პირადად როგორც ერთ-ერთ დამაარსებელს ორგანიზაციისა, როგორც მთავარ მატჩმეიკერს, არასერიოზული მიმაჩნია ასეთი მიდგომა ორგანიზაციის მიმართ. შენი სავარჯიშო და საასპარეზო დაგეგმარება, ესე იგი რაღაც არასწორად კეთდება ამ ნაწილში და რა თქმა უნდა ეს რეაგირების გარეშე ჩვენს ორგანიზაციაში არ დარჩება.
რა თქმა უნდა, რაღაც სასტიკი სანქციები ამას არალოგიკურია რომ მოყვეს, მაგრამ ძალიან ლოგიკურია რომ რეიტინგებში ადამიანის პოზიცია შეიცვალოს. რატომაც ასეთი განმეორებითი ბრძოლის არაპირველად და არამეორედ ჩაშლის გამო ლაშა როინიშვილმა დაკარგა რამოდენიმე პოზიცია რეიტინგებში. რაც შეეხება თამაზ ზადიშვილს, ჩვენ როგორც ორგანიზაცია ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩავანაცვლოთ და მოვძებნოთ ოპონენტი, რომ ეს ბრძოლა ნოემბერში შედგეს, თუმცა ჯერ კონკრეტული ოპონენტი თავისთვის არ ყავს. თუ გამოჩნდება, რა თქმა უნდა, თქვენც დაინახავთ ამის შესახებ ანონსს და fight card-იც გაჩნდება ჩვენს საიტზე. ამიტომ შეხედეთ თუ რომელმა მებრძოლმა როგორ შეიცვალა პოზიცია და რა თქმა უნდა გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ეთანხმებით თუ არა ჩვენს მებრძოლების განლაგებას და ეთანხმებით თუ არა ჩვენს ლოგიკას იმის შესახებ თუ როგორ ვანიჭებთ ამა თუ იმ ადგილს რანკინგებში მებრძოლებს. მეგობრებო, ცალკე მინდა გამოვეხმაურო სიტუაციას საჩემპიონო ბრძოლასთან დაკავშირებით 65 კილოგრამში და ზოგადად საჩემპიონო ბრძოლებთან დაკავშირებით. გამას მაყურებელმა შესანიშნავად იცით, რომ იმ წონით კატეგორიებში, სადაც არსებული მოქმედი ჩემპიონები ახლო მომავალში არაპირებდნენ ტიტულის დაცვას და სხვა გეგმები ჰქონდათ, სწორად იმ მიზნით, რომ დივიზიონი არ გაჩერებულიყო, რამოდენიმე ჩემპიონმა დატოვა ტიტული. კონკრეტულად დავასახელებ, ეს არის 70 კილოგრამის ჩემპიონი ბექა კორტავა და კიდევ უფრო აღსანიშნავია 65 კილოგრამის ჩემპიონი სადისტი ბაქარ გელენიძე. ეს სწორად იმ მიზნით გაკეთდა, რომ დივიზიონი არ ყოფილიყო შეჩერებული და მოქმედი ჩემპიონი ყოფილიყო მზად, რომ ახლო მომავალში დაეცვა ტიტული და ზოგადად ყოფილიყო აქტიური ბრძოლების ჩასატარებლად. თუმცა მიუხედავად ამ სიტუაციისა 70 კილოგრამისგან განსხვავებით 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა ის მებრძოლი, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა საჩემპიონო ამბიციებზე და აქ არ დამეზარება დავასახელებ რეიტინგში მყოფ უახლოეს ხალხს, დაწყებული ელგუჯა გოგიათი, გიორგი ფოლადიშვილით გაგრძელებული და კიდე ბევრი სხვა მებრძოლი, ჩვენ მათ შორის გურამ სულაბერიძესაც შევთავაზეთ საჩემპიონო ბრძოლა და არა მარტო. ყველა, ვინც ირაკლი ჯეირანაშვილამდე იყო რეიტინგებში წინ, ყველა მიიღო საჩემპიონო ბრძოლის შეთავაზება და ყველას აღმოაჩნდა სხვა საქმეები, რომელსაც მიანიჭეს უპირატესობა. ჩვენ როგორც ორგანიზაცია ვთვლით, რომ საჩემპიონო ბრძოლას უნდა სერიოზული დამსახურება და ამ შანსს, როცა დაიმსახურებ და მიიღებ საშუალებას, რომ ეს შანსი გამოიყენო საჩემპიონო ბრძოლისა, უნდა ჩაეჭიდო ორივე ხელით და დადო მაქსიმუმი, რომ ბრძოლაში დაიმსახურო საჩემპიონო ტიტული. ჩვენ თვლით, რომ ჩვენი ორგანიზაცია დღესდღეობით არის მაქსიმალურად კონკურენტული. ჩვენ საკმაოდ საქართველოს პირობებში მაღალ ანაზღაურებას ვუხდით მით უმეტეს ჩემპიონებს და ჩვენ სერიოზული წვლილი შეგვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ორგანიზაციებთან შედარებით ჩვენ ვართ ნომერ პირველები სპორტსმენის პოპულარიზაციის დარგში. ამიტომ ვთვლით, რომ ეს შანსი არ არის ხელიდან გასაშვები. და სწორად ამიტომ ჩვენ როცა დავგეგმავთ საჩემპიონო ბრძოლას, არ დაველოდებით მებრძოლებს, რომლებიც ხმამაღალ განაცხადებს და გამოწვევებს აკეთებენ და მე როცა ამ შანსს ვაძლევთ ჩვენ, უარს აცხადებენ. სწორად ამიტომ ყველა ის მებრძოლი, რომელიც არ იყო მზად
რომ მიეღო 65 კილოგრამსი საჩემპიონო ბრძოლის შანსი ჩაიწია რეიტინგებში და ირაკლი ჯეირანაშვილი აიწია რეიტინგებში. სწორად ამას ემსახურება ის განლაგება, რაც არის დღეს. შეგიძლიათ გადახვიდოთ და ნახოთ თუ ვინ რა ადგილას არის რეიტინგებში. ამიტომ მეგობრებო, მე მინდა თქვენი ყურადღება დაუთმო იმას, რომ არა მარტო წაგებები და მოგებების რაოდენობა არის მნიშვნელოვანი რეიტინგებში. არამედ ის არის მნიშვნელოვანი თუ რა ხარისხის ბრძოლა ჩაატარე. ბევრი მებრძოლი იწევს მაღლა რეიტინგში მიუხედავად წაგებისა, ვინაიდან ჩაატარეს ძალიან მაგარი ბრძოლა. ბოლომდე იჩხუბეს და ძალიან ხშირად ბევრი წაგებული ბრძოლა, ბევრ მოგებულს მირჩევნია მე როგორც matchmakers, ვინაიდან მაგალითად კოტე ზომბიჭკადუამ ბოლო ორ ბრძოლაში წააგო, მაგრამ ორივე ბრძოლა საღამოს ბრძოლად ვცანით და ასეთი წამგებიანი ბრძოლა მე პირადად როგორც matchmakers მირჩევნია, ვიდრე ბრძოლა, სადაც უბრალოდ მეტოქემ გადაწყვიტა, რომ აღარ გაეგრძელებინა, ვინაიდან ხასიათზე არ იყო სიტყვაზე. ცალკე მინდა გამოვეხმაურო ბადრი გოგიჩაშვილის სიტუაციას. როგორც მოგეხსენებათ, ბადრიმ ბრძოლა ჩაატარა მაისში, შეიძლება ვწდებოდე ოდნავ, მაგრამ დიდი სხვაობა არ იქნება რეალობასა და ჩემს სიტყვების შორის. ბადრიმ ბრძოლა ჩაატარა მაისში, საჩემპიონო ტიტული დაიმსახურა. ტიტული მან უკვე დაიცვა ივლისში თუ აგვისტოში და ჩვენ ვამუშავებდით ბრძოლას მისი და თურქი მეტოქის წინააღმდეგ შიშველ მუშტებზე ოქტომბერში. ეს თურქი სპორტსმენი არის კლან FC-ის მოქმედი ჩემპიონი და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საკმაოდ საინტერესო ბრძოლა იქნებოდა. თუმცა მიუხედავად ბევრი მოლაპარაკებებისა ვერ მოხდა შეთანხმება ამ ჩემპიონის ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და თავისთავად გადაიდო. თუმცა ეს დივიზიონი გაჩერებული არ არის, როგორც მოგეხსენებათ, ნიკა ბურნუჩიანმა ჩაატარა ბრძოლა ნიკა ჩიტიშვილის წინააღმდეგ, სადაც ნიკა ჩიტიშვილმა გაიმარჯვა და დაიმსახურა შანსი საჩემპიონო ბრძოლისა. ნიკა ჩიტიშვილს ბრძოლის მერე ვესაუბრეთ და მან გვითხრა, რომ მზად იქნება ჩაატაროს ბრძოლა იანვარში და ეს ბრძოლა სავარაუდოდ იგეგმება იანვარში. ბადრი გოგიჩაშვილი არის აქტიური სპორტსმენი, ჩვენს ორგანიზაციაში წელს უკვე 2 ბრძოლა ჩაატარა საჩემპიონო და მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა გეგმები, რომ სამჯერ დაეცვა ტიტული, რასაც ჩვენ მივესალმებით, ეს უბრალოდ არ გამოვიდა, განა იმიტომ რომ ორგანიზაციამ ასე ვთქვათ არ ისურვა, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცები არ გამოდის ხოლმე 100%-ით, როგორც თავიდან იგეგმება. თუმცა ბადრი გოგიჩაშვილს ორგანიზაცია დართონება, რომ ბრძოლა ჩაეტარებინა სხვა საბრძოლო დარგშიც, ამიტომ ეს სიტუაცია განსხვავებულია იობაშვილის სიტუაციისგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2 თვე თუ ოდნავ მეტი საკმარისი და იდეალური პერიოდია იმისთვის, რომ სპორტსმენმა ჩაატაროს კემპი, როგორც ერთმა, ასევე მეორემ და გეგმიური საჩემპიონო ბრძოლა ჩავატაროთ. ეს სიტუაცია სრულიად განსხვავებულია ლუკა იობაშვილის სიტუაციისგან. კაცი მაისი თუ აპრილიდან ელის საშუალებას, რომ ან ტიტულები გააერთიანოს, ან დაიცვას, ვინაიდან გაერთიანება ვერ მოხდა, ბაქარიმ დატოვა ტიტული და ლუკა გახდა სრულუფლებიანი ჩემპიონი და ბაქარის აქციას ჩვენ მივესალმებით. თუ ჩემპიონი არ აპირებ აქტიური ყოფნას და ტიტულის დაცვას, მაშინ ვფიქრობთ, რომ საჭიროა, რომ შანსი მიეცეს სხვა აქტიურ სპორტსმენებს. რაც ფაქტიურად მოხდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სრული ეს პერიოდი თითქმის 1 წელი, ხომ? ჩვენ ვამუშავებდით ბრძოლას, სიტუაცია დადგა ისეთი, რომ
არავინ არ იყო მზად ლუკასთან რინგი გაეზიარებინა. სწორად ვფიქრობთ, რომ ამ დროის პერიოდის გათვალისწინებით არის ის სხვაობა ამ ორ кейსის შორის, რაზეც ვსაუბრობ. და ზუსტად ამიტომ მოხდა ის გადაწყვეტილება, რაც არის. ამიტომ ლუკა იობაშვილის საჩემპიონო ბრძოლა შედგება უკვე ნოემბერში ირაკლი ჯეირანაშვილის წინააღმდეგ, ხოლო რაც ეხება ნიკა ჩიტიშვილისა და ბადრი გოგიჩაშვილის საჩემპიონო ბრძოლას, ის გეგმიურად შედგება იანვარში. ეს იყო გამანიუსი, მე ვარ მაესტრო გოჩელეიშვილი, მომავალ შეხვედრებამდე